საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია ისმის ჩემი ხმა და პირდაპირ ეთერში ვარ. დიდი ხანია მოკლედ აღარ შექმაურები ვარ და მნიშვნელოვან რაღაც თემებზე მინდა ვისაუბრო, ძალიან მნიშვნელოვანზე. მოკლედ ყველას მოგეხსენებათ, რომ ივლისი და აგვისტო თბილისში ცოტა ისეთი დრო არის, როდესაც ხალხი გადის დედაქალაქიდან და უფრო მკვდარი სეზონად ითვლება, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ქართველთა დიდი გაერთიანება, ამ დროს ვიყენებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყენებთ, რომ სწრაფად მოვახდინოთ ყველაფერი, აი სეზონისთვის იყოს სრულიად ზაფხობნაში ეს გაერთიანება, რომ სტუდია, ტელესტუდია და ასევე ოფისი იყოს მზად, სრულ ზაფხობნაში და ისეთ ადგილას, რომ ყველას ადვილად შეეძლოს იქ მოსვლა, მაგრამ ეს არის ტექნიკური მხარეები. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ ასევე მთავარზე, თუ რას აპირებს ქართველთა დიდი გაერთიანება უახლოეს მომავალში. ასევე ვისაუბრებთ აი აქ, რაც იგეგმება მიმდინარე აი ეს მოვლენები, რაც არის, ამასაც შევეხებით და ბოლოს მინდა შევეხო იმ ინტერვიუს, რომელმაც დიდი მithკმა გამოიწვია, რომელიც მე მქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან კანონიერი ხელისუფლების ბატონ ბესარიონ გუგუშვილთან და აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ახლა. მოკლედ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ, მეგობრებო, რომ სტუდია სრული მზადყოფნით შეხვდეს, თუნდაც აი ეს ერთ თვეში უკვე გამართული იყოს და გეგმავთ, რომ ისეთი პოლიტიკური თოქ-შოუები გავაკეთოთ, ახლა თოქ-შოუებს ეძახიან ესენ, ისეთი თემები დავდოთ იქ, რომ როდესაც იქნება იქ წამყვანი და მას ეყოლება, რა თქმა უნდა, მთავარში მოწვეული ორი პიროვნება მაინც, იქვე უნდა იყოს, იქნება სხვადასხვა მხარეებზე წარმომადგენლები დაახლოებით კიდევ 10 კაცი. ანუ სრული, როგორც ჩვენ გვაქვს გამოცდილება, პოლიტიკური თოქ-შოუ, მაგრამ ეს არ იქნება იმის მსგავსი, რასაც ჩვენ ფარსიფიცირებულ, აი ფარს გვიჩვენებს და ეს ფარსი ჟურნალისტები, ეს იქნება ნამდვილად აი ერში ისეთ პრობლემებზე საუბარი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია და ძალიან რეიტინგული გახდება, დარწმუნებული ვარ 2-3 გადაცემის შემდეგ. რაც შეეხება ქართველთა დიდი გაერთიანების ფონდს, ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა და უკვე დაახლოებით ჯერობით 20%-მა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძალიან სერიოზულად მუშაობს და სოლიდური თანხაა შემოსული. ეს თანხები თავისუფლად გაწოდება ყველაფერს, რაც ამ გაერთიანება აქვს მიზნად დასახული, სერიოზულად, რომ კარგი ტელევიზია იყოს და კარგად მუშაობდეს და უფრო მეტი მიზნები გვაქვს მომავლისთვის. მე მაქვს მოლაპარაკება კიდევ სხვა პიროვნებასთან და თუ ესე კარგად წავიდა, შესაძლებელია კიდევ უფრო სხვა ძალები ჩავთოთ იქ, რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურებს. ეხლა მთავარი ჩვენ რაზეც ვაპელირებდით, ხო, რომ ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია და ჩვენი მიზანია კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და იმ ოქროს დადგენილების ამოქმედება, რომელიც ყველა მიცით უკვე 92 წლის 13 მარტის დადგენილება, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დადგენილება, რომელიც გაასწორებს ყველა უსამართლობას ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ აღარ ვახსენოთ, რა თქმა უნდა, და ეს აუცილებლად მოხდება სადღაც წელიწად ნახევარი, მაქსიმუმ 2 წელი, წელიწად ნახევარში
გეგმა თუ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს, რომ ეროვნული ხელისუფლება უნდა მოვიდეს აუცილებლად სათავეში. თქვენ იხილეთ საქართველოს აი ამჟამინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტის ყაველაშვილის განცხადება, რომ თუ ეს პატიმრები, რომლებიც თვითონ დააკავეს, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შეგიწყალებთ. ანუ მე ახლა არ ვიცი ესეთი პრეცედენტი მსოფლიოში თუ არსებობს, რომ პატიმრებს ეხვეწებოდი, რომ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა და შეგიწყალებთ. თუ დამნაშავეა, თუ დამნაშავეები არიან და დააკავეთ, პასუხი უნდა აგოთ, რა ვთქვი ახლა. კაი, შეიწყალე, მაგრამ მე ამ შეწყალებულებმა რო ისევ პატიმრებმა და ამ დამნაშავეებმა რო ისევ გაიმარჯვონ, ისევ ხელისუფლებაში უნდა დაგვიშვათ დამნაშავეები? აი ლოგიკა სად არის, ბატონო ყაველაშვილი, ეს არ ვიცი მე. თუ ისევ კოაბიტაცია, ეს ფარსი კოაბიტაცია, რომელიც თქვენ შორის არსებობდა, ისევ უნდა აღადგინოთ, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ამას ხალხი უკვე გამოცდილია, ასეთ სისულელეებზე აღარ წავა და გახსოვთ თქვენ ალბათ, როდესაც მე ვთქვი, რომ ყველაზე ძალიან გაუჭირდებათ აი ამ არჩევნების ჩატარება და ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ აქტიური პასიურ ბოიკოტზე არ ვამბობ არაფერს, აქტიური ბოიკოტის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივხვდით სასურველ შედეგამდე. არავითარ შემთხვევაში ეს ფარსი არ უნდა ჩატარდეს და წარმოიდგინეთ თქვენ რა დონეზე უჭირთ, რომ ლეგიტიმაცია მიიღონ, აქ არ არის სამართლებრივ ლეგიტიმაციაზე ლაპარაკი, აქ არის რაოდენობრივ ლეგიტიმაციაზე საუბარი, იმდენად ეშინიათ, რომ ხალხი აღარ მივა ამ არჩევნებზე, რომ პატიმრებს ეხვეწებიან. თავის დაჭერილ პატიმრებს ეხვეწებიან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, ჩვენ არ უნდა დაუშვათ ქართველმა ხალხმა, რომ ეს თაღლითები ისევ დავსვათ საკრებულოებში და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში და ისევ აძარცვინოთ ეს ქვეყანა. რა გეგმა გვაქვს ჩვენ? ჩვენ ასე ვფიქრობთ. მე მქონდა საუბარი დამფუძნებლებთან და ვფიქრობთ, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში, როდესაც უკვე თბილისში მასიურად ჩამოვა ხალხი და შემოვა, უნდა გავაკეთოთ ძალიან დიდი აქცია. ეხლა მე არავის არ ვეტყვი იმ გეგმებს, თუ როგორ უნდა მოვახერხო და რანაირია თუ გეგმა იმას, რომ ამ აქციაზე აუცილებლად მოვა 10,000-ზე და იმაზე მეტი ხალხი, ამას მე ნამდვილად ამ გეგმას ვერავის ვერ გავაცნობ, რომ არ გაფუჭდეს საქმე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ იქნება ძალიან დიდძალი ხალხი. თუ იქნება 20 და 30,000 ადამიანი და გამოვა თბილისის დიდი რაოდენობა, თუნდაც პირველ დღეს გამოვიდეს რაღაც ნაწილი, მაგრამ როდესაც დაინახავენ, რომ აქ სერიოზული აქციაა და აქ შედეგზეა უკვე მოქმედება, მე ვფიქრობ, რომ ნახევარი თბილისი გამოვა მერე. და ეს არ იქნება ის აქცია, მეგობრებო, რომ ჩვენ დავინახოთ იქ დიდი რაოდენობა და ის კიდევ დავშალოთ და შედეგზე ორიენტირებული არ იყოს. არავითარ შემთხვევაში აღარ დავშალეთ. ჩვენ დავიწყებთ სექტემბერში და აუცილებლად მივართ შედეგამდე. ოღონდ ეს არ იქნება სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ იქნება ანტიკონსტიტუციური მოქმედება. ჩვენ სრულიად კონსტიტუციურად სამართლებრივად ვიმოქმედებთ, ვაიძულებთ არსებულ ხელისუფლებას გააუქმოს ადგილობრივი არჩევნები და მომავალ წელს დანიშნოს იმ საარჩევნო კანონით, რომელსაც ქართველი ხალხი წარუდგენს ერთიანი მუშაობის შედეგად, სამართლიანი საარჩევნო კანონის შედეგად. სხვა აქ ეს იქნება სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა ამისთვის სამართლიანი, რა თქმა უნდა, და ჩვენ, როდესაც აი ამ აქციას გავაკეთებთ, თუ დავინახავთ, რომ
იქნება ნება ქართველი ხალხისა, ჩვენ იმას აღარ დავშლით. ასევე ხელისუფლებას მოვთხოვთ ამ აქციაზე, ჩვენ არ ხუმრობთ, ჩვენ იქ არ გვიხუმრია დედაენისძეთან, როდესაც ის ორი მოთხოვნა გავაჟღერეთ, რომ უფასოდ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ყოველი ქართველი ეთნიკურად ქართველს, რომელიც ბრუნდება საქართველოში, უპირობოდ ყოველგვარი ფინანსური გადასახადების გარეშე, აი რო ახდევინებენ 300 თუ 500 ლარს, ყოველგვარი გადასახადების გარეშე ავტომატურად აღუდგინო საქართველოს მოქალაქეობა. მე არ ვიძახი იმაზე, ხლა ვიღაც შეიძლება იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის დამნაშავე, რომელიც ტერორისტია და რაღაცა, ესეთი თვითონ იმასქნა, მაგრამ მე ვიძახი მასაზე, რომელიც საქართველოში ბრუნდება, შრომობდა საზღვარგარეთ, არჩენდა თავის ქვეყანას და ახლა შემოდის და გაკვეთილებს უტარებენ და გამოცდებს უტარებენ და ეს არის სამარცხვინო, როდესაც ჩვენ პალესტინელებს, ირანელებს, ინდოელებს ამათ ყველას აძლევ ბინადრობის მოწმობებს და ერთი სული გაქვს რომ მიიღონ, იმიტომ რომ ბინები გაყიდო და რაღაცა ფული იშოვო დიდი და ამ დროს ქართულ ხალხს არ აძლევთ საქართველოს მოქალაქეობას. ამაზე მკაცრად მოვითხო, ეს იქნება მკაცრი მოთხოვნა, იქ აუცილებლად მოვითხოვთ რომ მოვიდეს ქალაქის მერი, მოვიდეს იუსტიციის მინისტრი, ეგ ბევრი შეკითხვები გვექნება ჩვენ აი ამ მშენებლობებთან და იმას. მოვიდეს იუსტიციის მინისტრი თუ რატომ არ აძლევს საქართველოს მოქალაქეობას ქართულ ხალხს, აუცილებლად დადგება ეს დღის წესრიგში, ყველა იქ უნდა აგოს პასუხი და იქ უნდა გამოვიდეს საჯაროდ და ქართველი ხალხის წინაშე განაცხადოს თუ რატომ არ აკეთებს ამას, ეს ყველაფერი გვექნება მკაცრად მოთხოვნილი და ასევე კაცრად გვექნება მოთხოვნილი აკრძალავენ თუ არა, თუ მანამდე არ იქნება აკრძალული ბინადრობის მოწმობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებითაც გააარსეს ქვეყანა და სექტემბერში მე არ ვიცი, შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობა იყოს, კიდევ უარესი იყოს იქ. ეხლა რაც შეეხება მეგობრებო, მე არ მიყვარს დიდხანს ვაზრო საუბრები ხოლმე, ძალიან ბევრი დამესხა თავს, არ ვიცი რატომ, რომ ინტერვიუ რატომ გააკეთე ბესარიონ გუგუშვილთანო, იცით თქვენ რომ მე ჟურნალისტურ საქმიანობასაც ვეწეოდი და ჟურნალისტის მოვალეობა ყველა მხარე უნდა მოიწვიოს და საინტერესო ის არის შენი სხვადასხვა ფლანგი რას ფიქრობს, ხო? ჩვენთვის ძალიან ადვილია რომ ვესაუბროთ ბიძაშვილებს და მამიდაშვილებს, მაგრამ ეს არ არის არ ჟურნალისტის საქმე და არც პოლიტიკოსის საქმე. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყოველი ნაბიჯი მათი, აი ფერეიდნელებზე რაღაცას წერდა კაცი. რა ვიცი, ფერეიდნელებზე მე მაქვს ჩემი შეხედულება, რომ თუ კი ფერეიდნელებს მოუნდებათ საქართველოში დაბრუნება, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ სადაც გვიჭირს იქ ჩავასახლოთ ჩვენი ეთნიკური ქართველები. და ერთადერთი ეს ხალხია, მისი დაბრუნებასაც მე მაგალითად პირადად მივესალმებ. ხალხმა, რომელმაც 400 წელი თავისი ენა შეინარჩუნა და თავის სამშობლო უყვარს. ბედის უკუღმართობის გამო, რომ პატარა ერი ვართ, ასეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ეხლა მათ უნდოდეთ თავის სამშობლოში დაბრუნება და შენუარი უთხრა, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. მე მომხრე ვარ პირადად და ძალიან გამიხარდება თუ აი ეს ხალხი, ამ ხალხს ჩვენ ჩავასახლებთ სხვადასხვა იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ძალიან გვიჭირს ეთნიკურად. ხო, საუბრობდი ამ ბესარიონ გუგუშვილის თემაზე. ეხლა რა გამოიკვეთა აი ამიდან? ბევრმა დამაბრალა, რომ რადგან მოვიწვიე, შენ იმის მეგობარი ხარ, ან საიდან უნდა ვიყო მეგობარი, მე მისი რა ვიცი, მამის ტოლია და მე კარგად არ ვიცნობდი მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ
მე რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიყავი მაშინ კანონიერი ხელისუფლების დროს. მე არ ვიცნობდი კარგად ბესარიონ გუგუშვილს. უბრალოდ ძალიან ბევრი შეკითხვები დაგროვდა. მე მანამდე მქონდა ინტერვიუ დაცვის უფროსთან, რობიზონ მარგველანთან, რამაც ჩემში ძალიან ბევრი კითხვები კიდევ ერთხელ გააჩინა და ამიტომ ვცდილობდი, რომ მე ბესარიონ გუგუშვილთანაც როგორმე მომეპოვებინა ის საშუალება, რომ მასთანაც ჩამეწერა. თუმცა იყო ძალიან უხარისხო, რადგან Facebook-ზე იცით თქვენ, რომ ვერ განხორციელდა ძალიან კარგად და რაც ამს მე კითხვებს უსვავდი, შეიძლება იგონებდა კიდევაც, რომ ხმები ირევაო, მაგრამ მე რაც შემეძლო აბსოლუტურად ყველა კითხვა დავუსვი, თითქმის, ეხლა ნიუანსები არსებობს, რომ ყველაფერს ვერია, მაგრამ მოდით ეხლა განვარტოთ, რა მოიტანა ამ ინტერვიუმ. ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და ზვიად გამსახურდია მოკლეს. აი პირდაპირ ეს მოიტანა ამ ინტერვიუმ, ერთ-ერთი ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, სადაც ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ ბესარიონ გუგუშვილი ყოველ სიტყვაში იტყუებოდა. დავიწყოთ თავიდან, საიდან იტყუებოდა და ძალიან კარგად ვერკვევი, სადაც იტყუებოდა და რა შეკითხვებსაც უსვავდი, შეიძლება მას ესმოდა და საზოგადოება კარგად ვერ იგებდა ამას. თავარი, საიდანაც ზვიად გამსახურდია აიყვანეს, დააპატიმრეს და წაიყვანეს და მოკლეს, ეს მოხდა ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან გაყვანით. მე შეკითხვა თუ რა დროს დატოვეს ჯონსონ კვარაცხელიას სახლი, მე დავუსვი როგორც რობიზონ მარგველანს, ასევე ამ ერთი კვირის წინ ბესარიონ გუგუშვილს. ორივე ამბობს, რომ სადღაც უკვე რომ ბინდდებოდაო. კარგი ბატონო. დაახლოებით ზამთარში ეს არის 7:09, ხო? იქიდან